მიმდინარე წლის 20 ივნის ტელეკომპანია ბორჯომის ეთერში გასულ სიუჟეტში 85 წლის ნინა კლიმნიკი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სახურავის გადახურვას ითხოვდა. მის სახლში ყოველი წვიმის დროს ის ეწვიმდა როგორც გარეთ. ცოტა ადამიანურ ყურადღებას რომ ეს წყალი მაინც რომ მთელი ღამე არ მეძინა რომ შემოდიოდა წყალი ნერვებზეც მოქმედებდა. თან ხვერი მედიარაფერ მინდოს წინარ შემოვიდა სახლში. ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ნინა კლიმნიკის სახურავის პრობლემა მოგვარდა. სახლის გადახურვის სამუშაოები უკვე დასრულდა. სიუჟეტის გასვლამდე ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი არ იყო. თქვენი სიუჟეტის საშუალებით შევიტყვეთ, რადგან მოქალაქეს ჩვენთვის მომართული არ ქონდა. შემდეგ ჩვენ თხოვეთ შვილს, რომ მოემართა განცხადებით, მოგვართა განცხადებით. აღმოჩნდა, რომ ეს სტიქიის დროს დაზიანებული იყო სახურავი, ძირითადად სტიქიის დროს დაზიანდა. ჩვენ მოვიწვიეთ აუდიტი, რომელიც დაწერა დასკვნა და ანგარიშზე ჩაუვარცხეთ გარკვეული თანხა. ეს თანხა არის უხალოდ მასალების შესაძენად. ჩვენ ისიც გავითვალისწინეთ, რომ თვითონ ვერ შეძლებდა ამის გადახურვას და ერთ-ერთ ადგილობრივ მშენებელს უბრალოდ თხოვეთ, რომ შეძენილი მასალით გადაეხურა ეს სახურავი და უკვე გადახურვა მორჩა, დამთავრდა ეს პრობლემა აღარ აქვს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს იქნება ჯანმრთელი და მსგავსი პრობლემები აღარ შეაწუხებს. 13 წელიწადია სახურავიდან სულ ჩამოდის ოთახში წვიმა და ეხლა აგერ ყურადღება მაგვაქციეს და აგერ და უკვე მესამე დღეა ის არის სახურავი გვაქვს და გვიხარია.